სახელით მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთ დღეს სანამ სახარებაზე ვიტყოდეთ არ შეიძლება არ გავიხსენოთ დღეს ხსენებული წმინდანები და დიდება უფალს რომ ესე ვითარი წმინდანები მომადლა სამყაროს და მათ შორის საქართველოს უპირველეს ყოვლისა. წერი მრავლად ყავდა საუკუნეების მანძილზე. საუკუნე არ ახსოვს საქართველოს და ქართველ ხალხს, რომ უამრავი ბრძოლა და ომი არ ყოფილიყოს. დღეინდელ დღემდე მე-20 საუკუნეში რამდენი სისხლის სხვა გადაიარა ქართველებმა და არაბები ხომ უამრავჯერ შემოესწივნენ საქართველოს. მათ შორის 400 წელი თბილისი, ჩვენი დედაქალაქი, წმინდა მეფე ვახტანგის დაარსებული ქალაქი, რომელიც ღვთისმშობელს მიუძღვნა, ურჯულოთა ხელში იყო. ეს დიდი მწუხარება და ტრაგედია იყო ჩვენი ერისთვის და დავით აღმაშენებელი მოჰმადლა ღმერთმა ჩვენ ქვეყანას და მისმა სიწმინდემ და ძლიერებამ შეძლო რომ არაბები გაედევნა თბილისიდან. აი ესეთი დრო იყო. და აი მიუხედავად ამისა რომ ისინი თბილისს განაგებდნენ, კვლავ შემოვიდნენ არაბები და მოარბიეს და აქციეს საქართველოდან. უამრავი ციხე გასწეხეს და იმცეთი სიმრავლე იყო მტრისაო რომ თვით ქართველები ანგრევდნენ თავიანთ ციხეებს რომ არ ჩავარდნილიყო მტრის ხელში. და ყველის ციხეს მიადგნენ და იქ წინავდა მიქაელ, რომელსაც გობრონი ეწოდა და მათ შორის 133 ქართველი. 28 დღე ჰქონდათ ესე იგი გაურჩერებელი ბრძოლა. როგორც ბუზი და მუმლი ასეთი სიმრავლე ჰქონდა მტერსა და ჩვენ სიმცირეს მივტიროდით. და აი 28 დღის მერე ფიზიკურმა ძალამ იმძლავრა და გატეხეს ციხე და ესე იგი შეიპყრეს დღეს ხსენებული წმინდა გობრონი მიქაელი წოდებული და უამრავი მხედარნი ვინ შეაწყდნენ ხო შეაწყდნენ და ნაწილი ესე იგი საშინელი სიკვდილით ამოხოცეს და ყველანაირი იარაღი გამოიყენესო რაც კი გააჩნდა მაშინ ომში რომ ესე იგი ღვიძლო გარეთ გადმოუგდებდნენ და ხმლითა თუ მახვილითა თუ ქვით რაც მოხვდათ ხელში ანადგურებდნენ ქართველებს. და გობრონი მოეწონათ ძალიან, იმიტომ რომ ხნე იყო და ძლიერ და იფიქრეს ისლამს მივაღებინებთო და მის გონიერებასა და ძლიერებას საჩვენოდ გამოვიყენებთო. და შეუჩნდნენ რომ იქნებ როგორმე რჯული დაათმობინო და 1000 რამ შესწავლეს სიკეთე და რა თქმა უნდა ქრისტეს რჯულზე იყო გაზრდილი და ქრისტეს სიყვარული და წუთიერი და წარმავალი და ეს წუთის სოფელი და ამ ქვეყნიური დიდებანი როგორ მოხიბლავდა ქრისტეს დიდებას იყო ნაზიარები მისი სული და წაიყვანეს და ეს დახოცილი ქართველები აჩვენეს. გვერდზე სიმდიდრე დააწყეს, იქნება ამაზლი ეცინებოდა ამაში როგორ გავცვლი მე უფალს. შემდგომ ეს რო ვერ გატეხეს, აიყვანეს და ცოცხლად გადარჩენილი მხედრები დააყენეს და მათ შუაში დააყენეს გობრონი. და ხმლებით დახოცეს ისინი და მასთან რომ მივიდნენ ორჯერ მოუქნიესო ისე იგი მახვილი და მცირე ჭრილობები მიაყენეს იქნებ შევაშინოთო. ჯერ შენს ირგვლივ რო წყდება ხალხი. ვერც ამით რო ვერ გატეხეს, მერე თავი მოჰკვეთეს. ეს გააკეთეს არაბებმა. უცხო ტომი, უცხო რჯული, უცხო სისხლი შენს იკეთეს ვერ მოგიტანს. ეს საუკუნეებმა აჩვენეს და დღესაც უნდა გავიგოთ, ხვალაც უნდა ვიცოდეთ და მაზეგაც წარსულისგან გაკვეთის ვინც ვერ ისწავლის, ის იკეთეს ვერ მიიღებს. წარსული თუ არ იცის ადამიანმა მას მომავალი არ ექნება. ვერ მოგიტანს ყველას თავის სახელმწიფოსა და თავისი რჯულისა, თავის ხალხის ინტერესი აქვს. არ ყოფილა ჟამი და დრო, რომ სხვა ყოფილიყო ჩვენი მოყვასი, ყოველთვის ჩვენი თავის პატრონი, ჩვენ ვიყავი და ზეცა, დიდება უყო. და შეგვეწიონ ეს წმინდანები
რომ მსგავსი აღარაფერი არ გამეორდეს, არც מחვილით და არც ფულით და არც სიმდიდრით. მათი ბატონება არ იყოს იმიწაზე, უწმინდესი ხშირად მოიგონებდა ხოლმე ამას, რომ მიწა რო აიღო საქართველოში და მოუჭირო ხელი, სისხლი გამოუვა. იმდენი სისხლია დაქცეული არაბთაგან, სპარსელთაგან, ოსმალოთაგან და მონგოლთაგან და კიდევ ვინ იყვნენ რა მოსთulis აღურაცხელი მტერი ყავდა, მაგრამ საქართველოს სული იდგა, იმიტომ რომ ესეთი წმინდანები ყავდა, ესეთი მლოცველები ყავდა, როგორიც არის გობრონ მიქაელი და მის თანამოწყვეტილი 133. და არ შეიძლება ორი სიტყვით არ გავიხსენო გრიგოლ ნეოკესარიელი, სოფლიო დონის მღვდელმთავარი, სიწმინდე უდიდესი, წარმართობაში დაბადებული ადრეულ საუკუნეებში ცხოვრობდა და შემდგომ გაიგო ქრისტეს შესახებ, დაემოწა ბეუფალს და წმინდა ცხოვრობდა. შურით აღიძვრენო მისი სიწმინდის გამო, მისი სამართლიანობის გამო, მისი სიკეთის გამო. საერთოდ სხვისი თეთრზე ადამიანის სუნდაბლობა ჩანს და ეს აღიზიანებს ადამიანს. და ამიტომ აი როცა მოძღვრებს ელაპარაკებდა საღვთო საკითხებზე, დამცირება და შეურაცხყოფა უნდათ მისი და მეძავი მოისყიდეს, მეძავი. და მივიდა და ეუბნება, შენ ჩემთან შესწოდეო და საფასური არ გადიხდიაო ხორციელი ცოდვისო. აი როგორი არის ამის მოსმენა. და მან უთხრა რომ შენ ცდებიო ვიღაცაში გეშლები და ის დაჟინებით ეუბნებოდა, იმიტომ რომ მოსყიდული იყო, მირებული იყო სხვათაგან. და კარგიო, სხოვა მის მეგობა, შენ გადაუხადა თუ არა, ეშმაკი ეკვეთა, ძირს გორავდა, დუჟი გადმოდიოდა და შეწუნებული ყვიროდა, ცილი დავწამიან წმინდა კაცო. მოინანია სახალხო და მისი ლოცვით განიკურნა. ამ სასწაულის მერე თქვა, რომ მე მარადისობას უნდა ვეკუთვნოდე და ჩემ ცხოვრებას მიუძღვნი უფალს და წმინდა ცხოვრება ირჩია. და ისე წმინდა ცხოვრდა, მის სახელი ბევრმა გაიგო და მათ შორის ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა და ასე გადაწყვიტა, რომ ნეოკესარიის, ესე იგი ეპისკოპოსად დაავადგა, დაემალა ამას. არ უნდოდა ეპისკოპოსობა. დღეს ყველას უნდა რაღაცა წოდება, რაღაცა ჩინი, რაღაცა უფლება, გინდა საერო და გინდა სასულიერო ხელისუფლებაში, მაგრამ ამას რამხელა უკან ტვირთი აქვს და პასუხისგებლობა, ამას ძნელად ფიქრობს ადამიანი. რო დაადგენ სანთელს, თუ არ გაანათა იმ სანთელმა, მაშინ იმას იქიდან მოაშორებენ. ადამიანს თუ ამაღლეს და მან ის მოვალეობა ვერ შეასრულა, მოჰკითხავენ, შენ რო აქ დაგადგინეთ და არასრულებს, სად არის ეგრე? ძალიან საშიშია ეს მაღალი თანამდებობები. ეს პასუხი უნდა ააგო ღმერთთან. გინდა მაღალზე იყო და გინდა დაბალზე, რაზეც ხარ დადგენილი, თუ იმას ღირსეულად არასრულებ, პასუხს აგებ. მშობელი თავის ცუდ მშობლობაზე აგებს პასუხი, მასწავლებელი თავის მასწავლებაზე და სხვანი თავის მდგომარეობაზე, ისევე ჩვენ. მღვდელნი იქნებიან თუ დიაკონი თუ ვინც იქნება. რაზეც დაგადგინეს, ის უნდა ღირსეულად შეასრულო. და იცოდა ეს, რა საშიში არის უფლის წინაშე პასუხის გება. და დაემალა ყველაფერს და აი ესეთი რამ მოხდა, რომ დაუსწრებლად გამოაცხადეს ეპისკოპოსად. და მე თქვა, ალბათ უფალს ესენებას და უფალსაც წაუვალო. და ემორჩილა და მიიღო ხელდასხმა და აი როცა ეპისკოპოსი ამბობს მრწამს და პირველი საუკუნეებია და ჯერ მრწამსი არ არის ჩამოყალიბებული ბოლომდე და შევედრა ღმერთს, რომ გამომიცხადეო წმინდა სამების საიდუმლო, როგორ უნდა ასწავლოს ხალხს და როგორ უნდა თაყვანისცეს წმინდა სამებას სწორად. ამას სოფლიო კრებები დასჭირდა, რომ სწორად გამოეთქვა წმინდა სამება, ისეთი ძნელი და მიუწვდომელია გაგება. და ღვთისმშობელი გამოეცხადა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და იოანე ღვთისმეტყველი ღვთისმშობლის მითითებით ასწავლიდა წმინდა სამების შესახებ. ეს ხო ღმერთი იმდენად ვიცით, რამდენად მან თავი გამოგვიცხადა, მას ვინ ჩაწვდება
წმინდა საებას. და მე აი ეს რომელიც მან ისწავლა, რა თქმა უნდა, სხვებს განუცხადა და მე წმინდა გრიგოლმა ღვთისმეტყველა ვასილ დიდმა შეავსეს ეს სწავლება და სოფლიო კრებებს დაედო საფუძვლად და ნიკია კონსტანტინოპოლის სამსირო იგამოიყენეს. ისეთი დიდი იყო ეშმაკთა განასხმი და ქურუმებსაც კი მართლმადიდებლობაზე მოაქცევდა ჭეშმარიტებაზე და მრავალ სასწაულს იქმოდა. არ მინდა დაგღალოთ, აურაცხელია სასწაულები მისი და აი ერთ-ერთი მინდა გავიხსენოთ, ეკლესიის აშენება უნდოდა და კლდედა მთა იდგა. და ხო წერია რომ სარწმუნება თუ ექნება მთას რო უთხრა ადამიანო გადადგება. ამის ბუკვალური გაგებაც შეიძლება და სულიერი. და მთა მიდრკაო მისი სიტყვის სამებრ და ადგილი გაუნთავისუფლა ეკლესიას. აი საოცარი ძალმოსილება ჰქონდა გონებისთვის ძდად მისაწვდომი. და როცა ჩავიდა ნეოკესარიაში როგორც მღვდელმთავარი 17 მორწმუნე იყო აი ამ ხარეს. დანარჩენი იყვნენ წარმართები. და რო გარდაიცვალა ხოლო 17 ურწმუნოი დარჩა, დანარჩენი ყველა მორწმუნე. აი ამ მღვდელმთავრის მადლი და ძალა მიეცეს ყველა იერარქს, ყველა მღვდელს და ამ მადლით მოხდეს დამწყსა ქრისტეს პირმეტყველი ცხოვარისა ამი. შეგეძლიოთ ეს დიდი სიწმინდე. და შეიძლება ორი სიტყვა რა ვთქვათ? მარხვის შესახებ, მარხვა დაიწყო, შობის მარხვა, გილოცავთ მარხვის დაწყებას. სიწმინდეზე ვლაპარაკობთ და წმინდა ადამიანებზე და მარხვისა და ლოცვის გარეშე არ ხერხდება სიწმინდე. მაინც ამბობენ ეს გავსო როგორც ბრძოლა გამართო, რომ ტერიტორიები დაიბრუნო. რომელ ტერიტორიებზეა ლაპარაკი? აი ადამი ღმერთმა მეუფეთ მოიყვანა, მეუფე და უფალია სამყაროს, მაგრამ ცოდვის დაცემის შემდეგ ადამი და მისგან გამომავალი მთელი კაცობრიობა, ადამის მოდგმა ცოდვის ეშმაკის გავლენის ქვეშაა. და რომელი ტერიტორიაა უნდა გაანთავისუფლოს ლოცვითა და მარხვით? ის რაც ეშმაკს აქვს დაპყრობილი, ადამიანის სული, ადამიანის გონება, ადამიანის საქმეები. უნდა გაინთავისუფლოს თავი ნაყროვანებისაგან, პატიმოყარებისაგან, ვერცხლისმოყარებისაგან, შურისაგან, განკითხვისაგან, სიცრუისაგან, სიძვისაგან, რუშობისაგან, ამპარტავნებისაგან. ამ მარხვაში უნდა მოახერხოს და რატომ წერია რომ ეს მოდგმა ეშმაკნი მხოლოდ ლოცვისა და მარხვით განიდევნებიან. მეფე რო ქალაქს იბყრობს, რას ართმევს? რომ დაიმორჩილოს ქალაქი, გალავან შემოვლებული და ძლიერი, წყალსა და სურსაც ართმევს. და მერე ის ადვილად ემორჩილება. აი თუ ადამიანი იმარხულებს, მას ეშმაკის გავლენა აღარ იქნება. მისი ტერიტორიები თავისუფდება, ანუ ეშმაკი უკან იხევს და მის სუფლზე უფალი გაბატონდება, დიდება უფალი. დღეს მარხვას ისე უყურებენ რა ზერელეთ, არადა უფალი ამბობს, მხოლოდ ლოცვა და მარხვით გაინდევნება ეშმაკი. და როგორ უნდა გავიგოთ რომ ადამიანი სწორად ცხოვრობს? დღეს როგორ ცნობენ, მამები ამბობენ, შეხედავენ და ნაყოფით ცნობენ რისი ხია, თორე ეგრე ყველგან ტოტებია, ყველგან ფოთოლია, ყველგან ღეროა. ნაყოფით უნდა ვიცნოთ, არა? და მამები ამბობენ, თქვენი ცხოვრებაც ასე უნდა იყოს. ქრისტიანი ასე იცნობა. და თუ ნაყოფს არ გამოიღებს ხე, რა ახსენდებათ მაშინ? იქამდე არ ახსოვთ. ფესვები ახსენდებათ. მერე შემოუბარავენ, გამოკვებავენ ფესვებს, უმკურნალებენ და ისევ ნაყოფიერია. რა არის ეს ფესვები, მამები ამბობენ? აი ლოცვაა ფესვები ადამიანისთვის. წმინდა წერილის კითხვა, სინანულით ცხოვრება ადამიანისა, აღსარება და ზიარებით ცხოვრება არის. და ეს ფესვები დაფარულია, ფესვები რო გამოუჩინო, კი ვნახავ დიდი ფესვებია, მაგრამ ხე გახმება. ადამიანის ღვაწლით, სულიერი ღვაწლით უნდა იყოს დამალული. მხოლოდ ნაყოფი უნდა ჩანდეს და რამდენს ლოცულობს, როგორი სიფიცხლით მარხულობს, როგორ სინანულს აჩვენებს და რა ღვაწლს აღასრულებს, ეს არ უნდა ჩანდეს.
ამით მხოლოდ სრულ დიდებასა და პატივს მიიღებს ადამიანი. შენი ნაყოფი უნდა ჩანდეს, მხოლოდ ნაყოფი უნდა ჩანდეს და ფესვი არა. ფესვი რო გააშიშლო, დავინახავთ ხო, რამხელა ფესვი ყონია, რა შორს გატოტილი, მაგრამ რა მერე? ხე გახმება. ადამიანის ღვაწლი თუ ჩანს, ის უფლის წინაშე უკვე უნაყოფო ხეა. ის მხოლოდ აქაურ ადამიანურ დიდებას მიიღებს და ქებას. არა და დიდი გმირობები უნდა ჩაიდინოს სულიერი ადამიანმა. ფარული მოწყალება უნდა აღასრულოს განსაკუთრებით მარხვაში და ყოველთვის. უნდა მეტი სიფიცხლით იმარხულოს და ეს მხოლოდ მოძღვრისგან აღებული ლოცვა კურთხევით უნდა მოხდეს. უნდა ლოცვები განამრავლოს, ფსალმუნები განამრავლოს, წმინდა წერილი მეტი იკითხოს, რაც წაიკითხე იმის მიხედვით უნდა იცხოვროს ადამიანმა. რა არის ნაყოფი ბოლო-ბოლო? აი გალატელთა მეხუთე თავი წაიკითხეთ, იქ არის 22 და 23 მუხლები. და ვნახავთ იქ თუ რა სიტყვობს მოციქული გვასწავლის უფალი ჩვენგან. რა ნაყოფზეა ლაპარაკი? აი სიყვარული, სიხარული, სუგზელება, სახიერება, რაც წერია იქ. და თუ ეს არ აგა, ესე სულ ტყუილად დადიხარ ეკლესიაში. ეს ნიშნავს, რომ ფესვები არ ვარგა. თუ არც სიყვარული აქვს ადამიანს, არც სიხარული აქვს, არც მენა აქვს, არც მარხვა აქვს. რასის მარხვა ქვია? ესე უნაყოფო ყოფილა ადამიანი რა. და ესე იგი ფესვებს არის მისახედი. ლოცვაა გასაძლიერებელი, მარხვაა გასაძლიერებელი. სინანულია გასაძლიერებელი. სიწმინდე, სიმართლე, სიკეთე სჭირდება ადამიანს. მეტი სინანული სჭირდება, ხშირი აღსარება და ზიარება სჭირდება ადამიანს. ესე იგი თუ ნახავ რომ აიქ რა წერია გალატელთა მეხუთე თავში 22-23 მუხლები წაიკითხეთ. თუ ეს არ აგვაქვს, ესე იგი ფესვებს არის მისახედი და გითხარით ფესვები არის აი ეს სულიერი ცხოვრება, რომელიც მარტო შენ და ღმერთმა იცის. და ვისაც ეს აქვს, ის აუცილებლად იქნება ნაყოფიერი ხე, რომელიც სიყვარულზე ლაპარაკი. ერთი რო გაწყენა შეიძლება გულში 1000 რისხვა, წყევლა, გინება, შეურაცხყოფა, ბრაზი, სამაგიეროს გადახდის სურვილი, რომელიც სიყვარულზეა. 100 რო გაგიკეთოს და ერთი გაწყენოს, იმ 100 დაივიწყებ. აი ესეთი ადამიანი უსიყვარულო. და აი დღევანდელი სახარებაში რა ეწერა რომ ადამიანს დიდი ქონება დაუგროვდა, დიდი მოსავალი მოუვიდა. და რა თქვა? გავარღვევო ძველ ბეღლებს, ახლებს ავაშენებს, უფრო დიდს რო დატიოს ერთელი მოსავალი და ჩემ სულს ვეტყვიო რომ იშაბდე და იხარებდეო. მრავალი წელიო. და უთხრა უფალმა უგუნურო ამაღა მამოგართმევ სულს. და ვის დარჩება ეს ყველაფერი? და რატო იყო ეს კაცი უგუნური? რამ დიდარი რო იყო და შრომელი რო იყო? ამის გამოა უგუნური? შრომელი რო იყო და დიდი მოსავალი მოიყვანა? არ ამის გამო არ იყო. დროის ფასი არ იცოდა. ეგონა რომ სულ იცხოვრებდა ამ დედამიწაზე. ამიტომ იყო უგუნური. ათეისტები ხო ასე ცხოვრობენ. ქრისტიანებს სიკვდილი ახსოვს სულ. აი ანტონი დიდი ამბობს, შენ თავს უთხარი, როგორც აი ეს დღე პატარა და სულ მალე დაღამდება, ასევე შენ ცხოვრებას ესე იქნება, ძალიან მალე დაღამდება და უფალთან წარდგები. თუ ასე იცხოვრებო, აღარ შესწოდაო. ვისაც სიკვდილი არ ახსოვს და წარმავალობა აი ამ ადამიანს უგუნური ამიტომ იყო რომ მარტო მიწიაზე ფიქრობდა და მარადიულზე არა, სიკვდილის ფიქრი არ აქვს. მარადიულ საუნჯეს არ იგროვებდა ზეცაში, არ გაახსენდა მშიერი ობოლი და გლახაკი. ბეღლებს გადავცევ ჩემ ქონებასო და ის კი არა თქვა, უფლის ხელს გადავცემ ჩემ ქონებასო. ყველამ გაჭირვებული ხელი ეს უფლის ხელია. ზეცაში კი არ დააგრო, აქ ბეღლებში გაფუჭდება ან ქურდიმო, ან ჟანგი, ან პარავი, ან გაიხრწნება, დამთავრდება ის რაც გაასცემ. მხოლოდ ის არის შენი. მხოლოდ ის დაგხვდება სასუფეველში, ღვთის დიდებისთვის გაცემული. ამიტომ იყო უგუნური, რომ გულის ბეღელი არ აქონდა. და ჩვენ გვაქვს გულის ბეღელი. აი რო წავალთ ამ ქვეყნიდან და ვინც დაიბადა ყველა წავიდა.
ადამიანს უთხრა ღმერთმა მიწა ხარ და მიწათ იქეციო და რა დახვდება ადამიანს იქ რა გაუცი ერთი რამდენიმე 24-იანი თუ ჩაუგდო მათხოვარს ხელი გამოწვდის ეგ დახვდება რა დახვდება ადამიანს რა გზეცაში რა მოაგროვა აი უფალმა უგუნური უწოდა ესე იგი უგუნურთა რიცხვში ხო არ გავდივართ რომ მარტო მიწაზე ვაგროვებთ ეგრე ვისაც არ ახსოვდა სიკვდილი აი დათან დააბირონ იყო ასეთი კორე დათან დააბირონ მიწამშთან დგა ისინი სომონ გომორშიც ხარობდნენ და ნებიანად იხრწნებოდნენ და ერთ წამში გოგურდის წვიმით ამოწყდნენ ანანია და სეფორა მოციქულთა ფეხთა წინაშე დაეცნენ ერთ წამში სული წმინდის მოტყუება უნდათ სამოციქულოში წერია ამაზე უნდა იფიქროს ადამიანს გონია რომ ბედნიერე ვინც წამიერად გარდაიცვალა ყველაზე უბედური ის არის ვერ მოასწრო სინანული აღსარება ყველა წმინდა მამა ნატრობდა სიკვდილის წინ 3 წელი ჩაგვაგდე ლოგინათ უფალო სინანული შევძლოთო სასუფეველის ზადება შევძლოთო ქრისტიანი ვეცრად არ კვდება მარადის მის გულში ხსოვნაა სიკვდილისა ხსოვნაა ღმერთისა მარადის სინანულია ზეცაზე ფიქრია და ეს ვავაშენო დიდი ბეღლებიო და ვიხარებ და ვიშვებდეო ბიზნესებს იკეთებდა დღევანდელი ტერმინდა ამაღა მამოგართმევო სულსულფალო ვის დარჩება შენი ქონება ბეღლებს დარჩება შვილებს დარჩება და ის შვილები კი იზრუნებენ შენი სულის ხონებაზე საკუთარზე არ აზრუნავენ ყველა ადამიანმა თავის სულის ხონებაზე უნდა იფიქროს ერთი მე რომ მოვკვდები ბევრი ილოცე შენთვისო ჩემი ლოცვა რაც გაცხონებს შენ თვითონ უნდა ილოცო შენთვის შეიძლება აქედან შეეწიო მაგრამ სხვის იმედზე შეიძლება იყოს ცხონებაზე შენ იმდენი დრო და ჟამი მოგეცა და ამისთვის მოგეცა რომ ცხონებისთვის სასუფეველის გაიმზადო თავი მოწყალენი შეიწყალებიან ხოლო და დამგროვებელი კი არა სიბერეში დავტყვევად მიაღწევ სიბერეს აბა სასაფლაოზე არ დადიხარ მოხუცებზე მეტად იქ ახალგაზრდა საფლავებია უასაკოთა ამაზე უნდა იფიქროს ადამიანმა ზეცაზეც უნდა იფიქრო ზეცაზე აქ უფრო ბევრი მაქვს თუ იქ უფრო მაქვს ბევრი და უგუნური ეწოდა ამ ადამიანს ვინც ბეღლებში აგროვებდა და არა ზეცაში მერთმა დაგლოცოთ მერთმა დაგახმაროთ წყალობით აგავსოთ ეცადეთ რომ თქვენი ფესვები იყოს ზეციურ საუნჯეში მადლის მიწაში იყოს ადამიანის ფესვები დაფარულია ფესვები დაფარული ღვაწლი აღასრულე დაფარული მოწყალება აღასრულე შეგახსენებთ რომ ესე იგი მოგვიახლოვდა დიდი და დიდებული დღესასწაული ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა ეს არის ხუთშაბათს და ხსნილია თევზით და იქნება დიდი დღესწაული წინა დღეს ოთხშაბათს საზეიმო ლოცვა და ხუთშაბათს იქნება საზეიმო წირვა და შაბათს არის წმინდა გრიგოლის არქიმანდრიტის ფერაძეს ოსვენციმის ბანახში აღსრულებული სცენება და მის ესე იგი სადიდებლათაც იქნება პარასკევს ლოცვა და შაბათს წირვა წყალობა გაგატანოთ ღმერთმა გაგახარო თქვენა და საქართველო ამინ ჩვენთან არს ღმერთს